მოგესალმებით ბატონ პრეზიდენტს, ბატონ პრემიერ-მინისტრს, სპორტის მინისტრს, ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს, ფედერაციის წარმომადგენლებს, პარლამენტის წევრებს, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით მივესალმები ჩვენი ოლიმპიური გუნდის წევრებს. ჩემს გამოსვლასაც დავიწყებ მილოცვით და იმ წარმატების აღნიშვნით, რაც ჩვენმა გუნდმა მოიპოვა ზამთრის ოლიმპიადაზე, რომელიც მართლაც გამორჩეულად სასიხარულო აღმოჩნდა. საქართველოსთვის სპორტული გამარჯვებები და მაღალი მიღწევები უცხო არ არის და ყოველწლიურად ჩვენ თითოეული შეჯიბრებიდან თუ ტურნირიდან მაქსიმალურ შედეგს ველით. მაქსიმალისტები ვართ ქართველები, გვინდა მეც მივახციოთ, გვინდა რომ საუკეთესოები ვიყოთ, მუდამ წყურია გამარჯვება. ეს ადვილი არ არის. ძნელი და რთულია უპასუხო გულშემატკივრის ასეთ მოთხოვნას, რადგანაც თითოეული ნაბიჯი და მიღწევა სპორტში უმძიმეს ძალისხმევას და ყოველდღიურ მუხ-ჩაუხრელ შრომას უკავშირდება. მეორე მხრივ კი ეს მხარდაჭერა, გულშემატკივრის სიყვარული და ენერგია იძლევა იმ ძალას და мотивაციას, რაც სპორტსმენს მიზნისკენ სვლაში ეხმარება. წლების წინ არსებობდა პოპულარული სპორტის რამდენიმე სახეობა, რასაც მაყურებელი და გულშემატკივარი ჰყავდა და ბევრი სახეობა გულშემატკივართან მხოლოდ ვიწრო ჯგუფის მხარდაჭერით სარგებლობდა. დღეს ეს ვითარება სულად შეიცვალა. ჩვენ დღეს ვხედავთ ქართულ სპორტის ქართული დროშის ერთიან და უპირობო მხარდაჭერას. ჩვენ დღეს ვხედავთ უპრეცედენტო აღმაფრენას ნებისმიერი სახეობის მიმართ, სადაც კი ქართული დროშა ფრიალებს და ქართული ჰიმნი ისმის. ეს ჩვენი სახელმწიფოს სიძლიერისა და თვითშეგნებაზე მეტყველებს. ყველაფერი ამის გამოხატულება საქართველოს ფიგურულ მოციგურავეთა ეროვნული ნაკრები, რომელსაც მის ფედერაციასთან ერთად ულოცავ ზამთრის ოლიმპიადაზე მიღწეულ შედეგს და ქართულ სპორტში შეტანილ წვლილისათვის უხდი მადლობას. მადლობა კიდევ ერთხელ და გილოცავთ მიღებულ ჯილდოებს.